რა გამოწვევების წინაშეა ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარი ჩინური პლატფორმის ტემუს გამოჩენის შემდეგ, რამდენად მასშტაბური და კომპლექსურია პრობლემა, სახეზეა თუ არა მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრის ზომის შემცირება, რამდენად რეალურია ადგილობრივი წარმოებისთვის ჩინურ გიგანტთან კონკურენციაში შესვლა და რაში ხედავენ გამოსავალს ელ-კომერციის ასოციაციაში. ლევან მოლაშვილი, ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტია ჩვენი სტუმარი. თემის დეტალებით მოგესალმებით ბატონო ლევან. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის და საუბარი სწორედ დავიწყოთ ნახსენები თემით ჩინური გიგანტი ტემუ, რომლის გამოჩენის შემდეგაც ქართული ელ-კომერციის ბაზარი უკვე თითქმის 2 წელია აღარ იზრდება და წელს უკვე არსებობს შემცირების მოლოდინიც. რა ვითარება გვაქვს და რეალურად პრობლემა არის მხოლოდ ჩინური გიგანტი თუ დამატებითი პრობლემებიც არსებობს სექტორში? გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისათვის. ტემუნ და ზოგადად გავსმა აპლიკაციებმა ძალიან შეცვალა ონლაინ კომერციის ბაზარი, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რეალურად იმდენად გამარტივდა მომხმარებლისათვის ელექტრონული კომერცია და იმდენად მიმზიდველი გახდა ძალიან მცირე ფასიანი პროდუქტების გამოწერა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის უკვე პროდუქცია ჩინეთიდან და არა მარტო ჩინეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. საქართველოშიც ეს გამოწვევა გარკვეულწილად არსებობს, იმიტომ რომ სანამ გაჩნდებოდა მსგავსი აპლიკაციები ადამიანები იწერდნენ ბითუმად დიდი პლატფორმებიდან, ისეთებიდან როგორიც არის მაგალითად Alibaba, AliExpress და ასე შემდეგ. შემოქონდათ საქართველოში და ვაჭრობდნენ ჩვეულებრივად ელექტრონულად და მათ წელი საკმაოდ დიდი იყო ბაზარზე და ტემუ პრაქტიკულად მთელი ეს სექტორი ჩაანაცვლა იმ კუთხით, რომ დღეს უკვე აი ესეთ შუამავლების გარეშე შესაძლებელია პირდაპირ გამოწერა ჩინეთთან პროდუქციის. ანუ მომხმარებლები ძალიან მარტივად ადაპტირდნენ ამ პლატფორმასთან. დიახ, პრაქტიკულად ადაპტაციის პროცესი ორივე მხრიდან მიმდინარეობდა. პირველი მომხმარებლები ადაპტირდნენ და ამას ძალიან შეუწყო ხელი ტემუს გამარტივებულა პლატფორმამ, ამასთანავე მისმა ეგრეთ წოდებულმა affiliate სისტემამ, გარკვეულმა სისტემამ, რომელიც აძლევს ბონუსებს სხვა ადამიანებს, ეგრეთ წოდებულ მომწვევებს, რომ გაწევრიანდნენ ადამიანები ტემუს აპლიკაციაში და ამასთანავე უნდა აღნიშნოთ, რომ ტემუ საკმაოდ აქტიურად აიჭირია კომუნიკაცია ჩინურ წარმოებულ ქარხნებთან და პრაქტიკულად დღეს უკვე ჩინური ქარხნები პირდაპირ თანამშრომლობენ ტემუსთან და ქარხნებიდან ხდება ძალიან დაბალფაში პროდუქციის მიწოდება აპლიკაციისათვის, ხოლო ამ აპლიკაციის გავლით ჩინური პროდუქცია მთელ მსოფლიოს მეწოდება. კი ბატონო, თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები, რომლებია, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში ადგილობრივად ყველაზე მეტად რა კატეგორია დაზარალდა? ძირითადად ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული საყოფაცხოვრებო ნივთები და ინოვაციური პროდუქცია. ეს იყო გარკვეული ნიშა, მცირედი ნიშა ბაზარზე, რომელიც დაკავებული ქონათ ქართულ მეწარმეებს და ძალიან ბევრი ონლაინ მაღაზია და მათ შორის არა მარტო ონლაინ მაღაზიები, თუნდაც დიასახლისები, ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სახლში იყვნენ, მარტივად ქმნიდნენ Facebook-ზე გვერდს, ჩამოქონდათ ჩინეთიდან იეწერდნენ პროდუქციას, ეს შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო ნივთები, ძირითადად ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ამ პროდუქციას ჩვეულებრივად თავაზობდნენ სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა სოციალურ ქსელში მომხმარებელს. ეს იყო გარკვეულწილად ბიზნესი, რომლის დაწყება ძალიან მარტივად შესაძლებელი იყო, თუნდაც რამოდენიმე ასეული ან თუნდაც შეიძლებოდა რამოდენიმე ათეული ლარით ან დოლარითაც დაგვეწყო ეს საქმიანობა და ყოველთვიურად გარკვეული მცირედი შემოსავალი ჰქონდათ ადამიანებს. პრაქტიკულად ეს სეგმენტი თავიდან ბოლომდე ამოვარდა ტემუს მიერ და უნდა აღნიშნოთ, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, სადაც ესეთი აპლიკაციები პრაქტიკულად ანაცვლებენ ბაზარს და ამ კონკურენციაში იკავებენ საკმაოდ სერიოზულ ადგილს. და გამოსავლის ძიება თუ არის დღის წესრიგში სხვა ქვეყნებში, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, იმიტომ რომ რეალურად ახლა ჩვენი შეხვედრის მიზანიც ეს არის, რომ ვისაუბროთ, როგორია ელექტრონული კომერციის ასოციაციის დამოკიდებულება, რა შეიძლება შეიცვალოს იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს შეეწყოს ხელი ჩინურ გიგანტთან კონკურენციაში უფრო ჯანსაღად შესვლაში. დიახ, მართალია გძანდებით, ეს პრობლემა სხვა შორის მსოფლიოშიც არის. წამყვან ქვეყნებში გარკვეულწილად ასევე საბაჟო გადასახადიც კი შემოვიდა მსგავსი კომპანიების ფრჩხილებში საწინააღმდეგოდ იმისაც, რათა ეგრეთ წოდებული ადგილობრივი ბაზარი დაეცვათ. თუმცა რეალობის წინაშე ჩემი აზრით ჩვენ ვდგავართ შემდეგი რეალობის წინაშე. არსებობს კონკურენცია და ამ კონკურენციაში იმარჯვებს საუკეთესო. გარკვეული დაწესება, გარკვეული გადასახადების ეს პირდაპირ მოქმედებს მომხმარებელზე. მოდი თქვათ პირდაპირ ვინ გადაიხდის ამ გადასახადს. ამ გადასახადს გადაიხდის მომხმარებელი და ჯამში პრაქტიკულად მომხმარებელს მოუწევს არაჯანსაღ
კონკურენციაში პრაქტიკულად ეს თქვა ანუ ვაჭრობა. და მარტივად რომ თქვათ, გაგვიძვირდება ის პროდუქცია, რასაც საკმაოდ ხელმისაწვდომ თასაც ვიღებთ. დიახ, რეალურად ადამიანებს ჩამოქონდათ, აკეთებდნენ დიდ ფასნამას და დიდი ფასნამათით ყიდნენ ბაზარზე. ტემუ პრაქტიკულად ეს ფასნამათი ამოაგდო ასევე გადაზიდვის პროცესი მასშტაბის ეკონომიით, პირდაპირ წამოიღო დიდი რაოდენობის პროდუქცია და თქვათ გულწრფელად ძალიან ლამაზი პლატფორმა და ძალიან დახვეწილი სისტემა შეთავაზა მომხმარებელს. ისეთი სისტემა, რომლის ანალოგი მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა არის, მთელი თავისი ეგრეთ წოდებული გემბლინგის ელემენტებით, ასევე დიზაინერულ ჭრილში ძალიან საკმაოდ კარგი გადაწყვეტებით, გარკვეული პრობლემით და მან მიზიდა მომხმარებელი. გამოსავალი არის ერთმნიშვნელოვნად კონკურენციაში შესვლა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. ის რაც არ აქვს ტემუს, ეს არის მაღალი ხარისხი და ეს არის გარკვეული ინოვაციური სექტორი, რაც ნაკლებად ახასიათებს ხოლმე გარკვეულწილად შეუძლია თქვა ჩინურ სეგმენტს. აი კონკურენციაზე გავამახვილოთ ახლა ყურადღება. კონკურენცია ძირითადად ფასის ნაწილშია. ხომ ასეა? ხარისხობრივად რომ გაზარდონ, ვთქვათ, ხარისხი ადგილობრივმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა. მომხმარებლის მოთხოვნა რამდენად არის ხარისხიანი პროდუქცია? დიახ, ჩინური პლატფორმის თავარი უარყოფითი სწორედ გახავთ ხარისხის ნაწილი. მათი მიდგომა პირადად ჩვენი დაკვირვებით არის შემდეგი: ისინი ძირითადად აქცენტს აკეთებენ ფასზე, ამასთანავე ხარისხის შემცირების ხარჯზე. შეგვიძლია ასევე ვთქვათ და მოვიძიოთ ინფორმაცია, რომ საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს ტემუს ხარისხთან დაკავშირებით და ეს პრობლემები არის უსაფრთხოებასთან მიმართებაშიც კი. მაგალითად საღებავები, რომლებიც გამოიყენება მის პროდუქციაში, ასევე სათამაშოებთან დაკავშირებით პირდაპირ რჩევები არის ძალიან ხშირად ინტერნეტში, რომ ბავშვების სათამაშოები არ გამოუწეროთ ამ აპლიკაციიდან და ასე შემდეგ. ეს სეგმენტი რეალურად საკმაოდ დიდი არის და არავის არ სურს თუნდაც იაფად საკუთარ შვილს ისეთი პროდუქცია შეთავაზოს, რომელიც შეიძლება რომ მისი ჯანმრთელობისთვის მოდით თბილად რო თქვათ არ იყოს სახარბიელო. რეალურად გამოსავალი სწორედ ხარისხში არის. ბაზარზე ხარისხზე მოთხოვნა არის, თუმცა შესაძლებელია შედარებით დაბალ ფასად ეგრეთ წოდებული მასობრივი წარმოებით მიღწეული იქნას შედარებით უფრო მაღალი ხარისხი. მოთხოვნა პროდუქციაზე არსებობს ბაზარზე, ხარისხიან პროდუქციაზე პრაქტიკულად ნებისმიერ საზოგადოებაში, მათ შორის ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ თუნდაც ხელნაკეთნიუთების სექტორი, რომელიც ტემუმ ძალიან პრაქტიკულად ვერ დააზარალა, იმიტომ რომ ეს იყო პრემიუმ ხარისხი და ისინი შესანიშნავად ყიდიან პროდუქციას თვითონ ვთქვათ, ანუ ბაზარზე. ეხლა უბრალოდ საჭიროა ჩემი აზრით უფრო მეტი მასობრივი წარმოების დაბალი თვითღირებულების აღება უბრალოდ ბაზარზე და იმ ნიშის დაჭერა, რომელსაც ფიზიკურად ტემუ ვერ დაიჭერს, ეს არის მაღალი ხარისხი, შედარებით და მისაღები ფასი. თემუზე მაღალი, თუმცა პროდუქციის ნაწილში ნიშა, რომელიც არის თავისუფალი ამ დროისთვის, ერთგვარი იმპულსი მიუცეთ ახლა მცირე და საშუალო ბიზნესის დამწყებ წარმომადგენლებს, რომელი მიმართულება არის, ასე ვთქვათ, კაპიტალტევადი, რომ გითხრათ და ასევე საინტერესოა, როგორია უკვე არსებული ბიზნესის დამოკიდებულება, ანუ სწორი მარკეტინგი და ხარისხზე ორიენტირებულობა არის თუ არა მათი არჩევანი და მათ გააზრებული აქვთ თუ არა, რომ ეს მოცემულობა შეიძლება იყოს მათი გადარჩენის მთავარი საშუალება. სიამოვნებით მოგახსენებთ, ისეთი ნიშები, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, პატარასთან თუნდაც, ან ასე შემდეგ, ესეთი მოწყვლადი ნიშები, ესე რომ დავარქვათ, აბსოლუტურად ყველა თავისუფალი არის. შესაძლებელი არის ძალიან ჩვეულებრივად საბავშვო პროდუქციაზე, სათამაშოებზე, თუნდაც ყოველდღიური მოხმარების საგნებზე, აი ამ მიმართულებით მუშაობა აბსოლუტურად თავისუფალია და ვფიქრობ საქართველოში საკმაოდ დიდი ნიშა არის აი ამ კუთხით თავისუფალი და ნებისმიერ მცირე ბიზნესს საკმაოდ დიდი გასახანი აქვს კონკრეტულად საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთლიანად კავკასიის რეგიონში თავისი მუშაობის დასაწყებად. რაც შეეხება დიდ ბიზნესს, ჩვენი დაკვირვებით შედარებით ნაკლებად დაზარალდა დიდი ბიზნესი. უფრო მეტად მოწყვლადი აღმოჩნდა პატარა მცირე ზომის, მოდით ესე დავარქვათ, ინდივიდუალური მეწარმეები, ინდივიდუალური საქმოსნები, რომლებსაც მცირე კაპიტალი ჩამოქონდათ სწორედ ის პროდუქცია, რომელსაც ტემუ ყიდის. ტემუს არ აქვს ეგრეთ წოდებული ან საკვე პროდუქციაში თვითონ ვთქვათ, ან შესული ნიშა, ან ისეთი პროდუქცია, რომელიც საწარმო დანადგარები, დაზგადანადგარები. აქ საუბარი არის ყოველდღიურ მცირედი ინოვაციის მქონე დაბალი ხარისხის პროდუქციაზე, რომელიც საინტერესო და ძალიან ლამაზად შეფუთული არის მომხმარებელთან თვითონ ვთქვათ, ანუ მიტანილი. ბატონო ლევან, როდესაც ვსაუბრობთ, რომ 2 წელი არ გაზრდილა ელექტრონული კომერციის სექტორი და წელს შემცირების რისკიც არსებობს, გამოდის, რომ სწორედ აი ეს ნიშა, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომლებიც იყვნენ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ჩამოჰქონდათ ეს პროდუქცია და თავად ახდენდნენ რეალიზებას ბაზარზე, საკმაოდ დიდ წილობრივ მაჩვენებელს იკავებდნენ ელექტრონული კომერციის სექტორში. ხომ ასეა თუ ამხელა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა?
დიახ, მართალი ბრძანდებით. უბრალოდ ეს ზრდის შემცირება ჩემით უფრო პირადად ჩემი აზრია ეს რომ შედარებით აი მისი ფესვები უფრო პანდემიის ნაწილში შეგვიძლია რომ ვეძებოთ, იმიტომ რომ პანდემიის პერიოდში იმდენად დიდი ნახტომი გაკეთდა ონლაინ კომერციაში, გარკვეულწილად ხელისკრის ეფექტი გაკეთდა და სწრაფად წავიდა წინ, რომ ეს ძალიან სწრაფი წინსვლა, მოდი თქვათ, ისე ხელოვნურადაც იყო გარკვეულწილად გამოწვეული, ხელოვნურში გულისხმობს სწორედ პანდემიის ეფექტს, როცა ხალხი უბრალოდ სახლში იჯდა და სხვა გზა არ ქონდა დაიწერდნენ. აქედან გამომდინარე, რეალურად საკმაოდ მალე ჩემი აზრით უკვე მოხდება დაწევა იმ ძველი ტემპების და პრაქტიკულად გაგრძელება. ნუ უნდა ვთქვათ, რომ ის ნიშები, რომლებიც აღებულია საქართველოში, ძირითადად e-commerce-ზე რა ნიშებიც მოდის, ეს არის საკვები წარმოება, ეს არის ეგრეთ წოდებული beauty კატეგორია და ამასთანავე gambling-ი, რომელზეც იმხია ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა მოდი ვთქვათ, გონივრული ეჭვი არის, რომ ძალიან დიდ ნიშას იკავებს კონკრეტულად e-commerce-ში. მათ პრაქტიკულად არაფერი არ შეხებიათ, ისინი კვლავ აკეთებენ თვითონ ჩვეულებრივად, კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ამასთანავე ძირითადი ექსპორტის ნიშა e-commerce-ში ის რაც ონლაინ კომერციით გადის საქართველოსთან უცხოურ ბაზარზე, ვთქვათ მაგალითად ხმალაკეთი ნივთების ნიშა, რომელიც უზარმაზარია თვითონ ვთქვათ etsy.com-ი და ასე შემდეგ, ეს ნიშები ძალიან მყარად არის და რა თქმა უნდა მათ ნულოვანი კონკურენცია შეუქმნა ტემუმ, იმიტომ რომ აქ უკვე საუბარია ეს მაღალი ხარისხის ორიგინალურ ნივთებზე, რომლებზედაც რა თქმა უნდა ტემუმს ფიზიკურად ვერ ექნება არანაირი კომერცია. გასაგები, e-commerce მიმართულებაში განგაშის საფუძველი არ გაქვთ და შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკურია ის მოცემულობა, რაც არის. საკმაოდ პასიური ზაფხულის სეზონის შემდეგ უკვე მინდა გკითხოთ, რა მოლოდინები გაქვთ შემოდგომის მეორე თვიდან უკვე ელოდებით თქვენ ზრდას, როგორც ვიცი, მაჩვენებლების. როგორია მოლოდინები? დიახ, სიამოვნებით მოვახსენებთ, ეგრეთ წოდებული back to school განყოფილება უკვე უახლოვდება დასასრულს. ეს სკოლის სეგმენტი პრაქტიკულად, როგორც ჩვეულებრივი e-commerce ახლა უკვე დაახლოებით სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებში ძირითადად გახურების ფაზაში შევა და ჩვენი დაკვირვები ძირითადად დეკემბრის პერიოდი, წინა საახალწლო პერიოდი არის ძალიან დიდი ორომტრიალი, როგორც წესი, მთლიანად ვაჭრობაში და ონლაინ კომერციის მიმართულებითაც. შემდგომში ცოტათი დაისვენეს ბაზარი და ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, რომ ახალი შემართებით, უფრო დიდი წინსვლით დაუბრუნდებით e-commerce-ით ბაზარზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო და მაიმედებელი საუბრისთვის, დაგემშვიდობებით. ლევან მოლაშვილი, ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ელექტრონული კომერციის ბაზარზე ჩვენს ქვეყანაში.